რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ Peppa Pigs, მით უფრო ხდებით, რამდენი რამ არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც Peppa Pig-ში არ ემთხვევა ერთმანეთს. დავიწყოთ კითხვით, რომელიც ბოლო დროს ბევრ ფანს აწუხებს. მთხრობელის ხმა შეიცვალა ამ ახალ სეზონში. დღეს განსაკუთრებული დღეა. და თავიდან შეიძლება ეს დიდი ამბავი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით. Peppa Pig-ში მხოლოდ ბავშვი პერსონაჟების ხმები იცვლებოდა. რადგან ბავშვი გამხმოვანებლები იზრდებიან და შეუძლებელია თინეიჯერი მუდმივად 4 წლის ბავშვს ახმოვანებდეს. ეს სრულიად ლოგიკურია, მაგრამ მთხრობელის ზრდასრულია. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ზრდასრული გამხმოვანებელი შეცვალო. მაშ, რატომ გააკეთეს ეს? ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ დრო ძალიან საეჭვოა. იმიტომ რომ სწორედ იმ დროს, როცა მთხრობელის ხმა შეიცვალა, ფანებმა დაიწყეს ძალიან საინტერესო თეორიების მოფიქრება იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში მთხრობელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიაა, რომ მთხრობელი არის სუზი ცხრის დაკარგული მამა, კოვლისმცოდნე უხილავი ფიგურა, რომელიც ხედევნებს თვალს, მაგრამ ვერავინ ხედავს. სხვები ფიქრობენ, რომ მთხრობელი არის Peppa-ს მთელი სამყაროს ნამდვილი გამგებელი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება. და შეიძლება შოუს შემქმნელებმა სპეციალურად შეცვალეს მთხრობელის ხმა, რათა გულშემატკივრები შეცდომაში შეეყვანათ და ხალხს კითხვების დასმა შეეწყვიტა. რადგან თუ იგივე ხმა დარჩებოდა, ვიღაც ბოლოს და ბოლოს შეიძლება მიხვედრილიყო. მაშ, ვინ არის სინამდვილეში მთხრობელი? ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. მაგრამ ფაქტი, რომ ხმა ახსნა განმარტების გარეშე შეცვალეს, ნამდვილად საეჭვოა. რა ხდება ქალბატონ ძროხასთან? მოდი ეს დეტალურად განვიხილოთ. ერთ მომენტში შოუში ქალბატონი ძროხა ბატონ ხარზე ქორწინდება და ეს თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ აქ იწყება უცნაურობები. ადრინდელ ეპიზოდში ქალბატონი ძროხა ეშმაკის ბორბალზე ბატონ დათვთან ერთად ჩანს. მხოლოდ ისინი ორნი, რაც აშკარა კითხვას აჩენს. რა ხდებოდა იქ ზუსტად? იყო თუ არა ქალბატონი ძროხა ბატონ დათვთან ურთიერთობაში, სანამ ბატონ ხარს გახვებოდა? შემდეგ არის ქეროლ ძროხა, იდუმალი ფონური პერსონაჟი, რომელიც თითქმის ყველა ფანს მიაჩნია მისის ქაუს ქალიშვილად. ქეროლი ადრე ხშირად ჩნდებოდა მისის ქაუსთან ერთად, მაგრამ ბოლო დროს ქეროლი სრულიად გაუჩინარდა. არც ახსნა, არც ხსენება, უბრალოდ გაქრა. ასე რომ, აი სრული სურათი. მისის ქაუს იდუმალი წარსული აქვს Mr. Bearთან, შემდეგ ქორწინდება Mr. Bullზე, ხოლო მისი სავარაუდო ქალიშვილი უკვალოდ გაუჩინარდა. აუჩინარდა. მეორე ხარისხოვანი პერსონაჟისთვის, მისის ქაუს გარშემო ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ეხლა ეს შეიძლება გაგაგიჟოთ, როცა შეამჩნევთ. ღორის ოჯახის სახლის შიდა განლაგება მუდმივად იცვლება და აქ საუბარი არ არის იმ დიდ რემონტზე, რაც სახმა სეზონებს შორის განიცადა. საუბარია ერთ კონკრეტულ კარზე, კიბესთან მდებარე კარზე. ზოგ ეპიზოდში ეს კარი სარდაფში გადის, სხვა ეპიზოდებში კი იგი სათავსო ოთახში იხსნება. ხოლო ზოგ ეპიზოდში ეს კარი საერთოდ არ არის. ის უბრალოდ მთლიანად ქრება, თითქოს არც არასდროს არსებობდა. მაშ, რა არის იმ კარის უკან? სარდაფია, სათავსო ოთახია, თუ არაფერი? სერიალს არასდროს მიუწია ჩვენთვის ერთიანი პასუხი. ოჯახისთვის, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია ვუყურებთ, იფიქრებდი, რომ მათი სახლის ძირითადი განლაგება მაინც გვეცოდინებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ არის. და რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევ, მით უფრო დამაბნეველი ხდება ყველაფერი. აი რაღაც, რაზეც ალბათ არასდროს გიფიქრია. რატომ არ ვიცით თითქმის არც ერთი ზრდასრული პერსონაჟის სახელი Peppa Pig-ში? დაფიქრდი ამაზე. თითქმის ყველა ზრდასრულ პერსონაჟს ამ სერიალში უბრალოდ დედას, მამას, ბაბუას და ბებიას ეძახიან. მაგრამ ჯერჯერობით რამდენიმე სახელი მაინც გავიგეთ. მადამ გაზელის ნამდვილი სახელი გიგია. გამარჯობა. გიგი. ბაბუა კურდღელს რეჯი ქვია. მაგრამ არის დიდი რეიჯი რაბიტი. ეგ მე ვარ. მამა გოჯს, როგორც ჩანს, სნაფლეკინსი ქვია. ჩახუტებები და კოცნები სნაფლეკინს. და რა თქმა უნდა, დეიდა დოტი. მაგრამ რატომ არიან დანარჩენები დამალული? ეს შემოქმედებითი არჩევანია, თუ შოუ შეგნებულად გვიმალავს რამეს? აქ არის კითხვა, რომელიც მარტივად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო მეც ფიქრობ, მით უფრო დამაბნეველია. რატომ არ ბერდება Peppa? შოუში მინიმუმ 6 საშობაო ეპიზოდია და რამდენიმე დაბადების დღის აღნიშვნა. ყველაფრის მიხედვით, რაც სერიალმა გვაჩვენა, პირველი სეზონიდან მინიმუმ 6 წელი უნდა იყოს გასული, მაგრამ Peppa ისევ 4 წლისაა. ის ყოველთვის 4 წლის იყო, მაგრამ აქ იწყება საინტერესო ნაწილი. მას შემდეგ, რაც ევი დაიბადა, შოუ მამი პიგის მთელი ორსულობა რამდენიმე ეპიზოდში გააშუქა, რაც ნიშნავს, რომ ეკრანზე რეალურად 9 თვე გავიდა. და ამას გარდა, უკვე ვიწყებთ პატარა მინიშნებების დანახვას, რომ დრო შეიძლება საბოლოოდ წინ მიდიოდეს. ჯორჯი ახლა სრულ წინადადებებს ამბობს. ნაკინი! Peppa აშკარად უფრო მომწიფებულია, ვიდრე ადრე სეზონებში იყო. ეს ნამდვილი ზრდის ნიშნებია, მაგრამ შემდეგ რაღაც სრულიად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. Baby Alexandre, რომელიც ევიამდე ბევრად ადრე დაიბადა, რატომღაც ზუსტად მისი ტოლი ჩანს. თუ დრო ნამდვილად წინ მიდის, ალექსანდრე უფრო დიდი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მაშ დრო მართლაც მიდის Peppa-ს სამყაროში თუ არა. შოუ ერთდროულად ორ სრულიად საპირისპირო სიგნალს აგზავნის და გულწრფელად რომ თქვათ, არ ვიცით რომელს ვენდოთ.
ყველა მიცის, რომ მისტერ ფოქსი ქურდია. მან სცადა ბაბუა პიგის ქათმების მოპარვა. ბავშვების საქველმოქმედო ღონისძიებიდან ნივთები წაიღო და გაფუჭებული სათამაშოები გაყიდა დამჯდარი ელემენტებით. მტკიცებულებები აშკარაა, მაგრამ მაინც არავის არაფერი გაუკეთებია ამის შესახებ. პოლიციას ის არ დაუკავებია. სხვა პერსონაჟებს მასთან დაპირისპირება არ ქონიათ. ის უბრალოდ აგრძელებს სიარულს პეპას ქალაქში დიდი ღიმილით, ყველას ძარცვავს და ყოველ ჯერზე დაუსჯელი რჩება. ასე რომ კითხვა ასეთია, რატომ? ნუ თუ ის როგორღაც ახერხებს მტკიცებულებების არ დატოვებას. ხალხი ავიწყდება, რა გააკეთა მან? თუ პეპას ქალაქში ყველა უბრალოდ ზედმეტად თავაზიანია, რომ რამე თქვას, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. აქ არის საიდუმლო დეი და დოტის შესახებ, რაზეც უმეტესობას არ უფიქრია. ვიცით, რომ ის მამი პიგის და, მაგრამ მერვე სეზონამდე მასზე არავის უსაუბრია. არც ერთხელ. არ არის მისი ფოტოები იმ სახლში, სადაც მამი პიგი გაიზარდა. პეპას ბებია ბაბუას არასდროს უხსენებიათ, რომ ორი ქალიშვილი ჰყავდათ და აი ყველაზე უცნაური ნაწილი. გოჯების ოჯახი უკვე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დეი და დოტი ცხოვრობს და ისინი მას არ ესტუმრნენ არც ერთხელ. შემდეგ დეი და დოტი გამოჩნდა მადლიერების დღეს, სრულიად გაუფრთხილებლად, ისე რომ არც დას და არც საკუთარ მშობლებს არ უთხრა, რომ მოდიოდა. ასე რომ, რა ხდება ზუსტად? რატომ მალავდა ოჯახის ეს მხარე დეი და დოტის ამდენი ხანი? და რატომ ჩანს, რომ არავინ არის მასთან მართლაც ახლოს? ეხლა აი ერთი რამ, რაც სრულიად შეცვის თქვენს შეხედულებას პეპას სამყაროზე. თუ შეგიმჩნევიათ, რომ პეპა ნამყოფია ნიუ-იორკში, ტეხასში, იტალიაში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში, და ყველა ამ ადგილას მის ოჯახს გარდა არც ერთი ღორის პერსონაჟი არ იყო. დაფიქრდით ამაზე. შოუში ყველა სხვა სახეობის პერსონაჟი ყველგანაა, ერთმანეთთან დაუკავშირებლად, მაგრამ ღორები, ერთადერთი ღორები, რომლებიც არსებობენ, როგორც ჩანს, პეპას უშუალო ოჯახია. და ამან ასეთი თეორია გააჩინა, რომელიც ნამდვილად შემაშფოთებელია. ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ პეპას სამყაროში ღორები შესაძლოა გადაშენების პირას არიან, რაც ასევე ახსნიდა, რატომ ჩანს, რომ ყოველთვის ვიღაც აკვირდება პეპას. შესაძლოა ღორებს იცავენ იმისგან, რომ მთლიანად არ გაქრნენ. ეს შეიძლება უკიდურესად ჟღერს, მაგრამ როცა დაფიქრდები, რაღაც აზრი აქვს. ეხლა კი ვილაპარაკოთ თავისუფლების ქანდაკებაზე. ჩვენ სამყაროში თავისუფლების ქანდაკება ადამიანის ფიგურაა, მაგრამ პეპას სამყაროში, სადაც ცხოველები დომინანტი სახეობაა, რატომ არსებობს ადამიანის ქანდაკება? ყველაზე პოპულარული თეორია ისაა, რომ ოდესღაც ადამიანები მართავდნენ ამ სამყაროს, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი გადაშენდნენ. შემდეგ ცხოველები განვითარდნენ და დაიკავეს სამყარო, ხოლო თავისუფლების ქანდაკება დარჩა როგორც შეხსენება იმ სამყაროსი, რომელიც ოდესღაც არსებობდა. თუ ეს თეორია სწორია, პეპა გოჯი უბრალოდ სახალისო პატარა გოჯების ოჯახის შესახებ შოუ არ არის. ეს არის შოუ, რომელიც პოსტადამამიანურ მომავალში ვითარდება. და ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი იდეაა, რაც ამ შოუ მოდესმე შემთხვევით შემოგთავაზა. და ახლა ბოლო თეორიისთვის დავბრუნდეთ გოჯების ოჯახის სახლში. ყველამ ვიცით გოჯების ოჯახის სახლის მთავარი შესასვლელი. ის მარცხენა მხარესაა და ყველა სეზონში ასობით ჯერ გვინახავს. მაგრამ სერიაში ძიძაობა რაღაც ძალიან უცნაური ხდება. დედა გოჯი და მამა გოჯი სახლში ბრუნდებიან პაემნიდან და შედიან კარში, რომელიც ტელევიზორის უკანაა. კარში, რომელიც აქამდე არასდროს არსებობდა. ასობით სერიაში, რომლებიც სწორედ ამ მისაღებ ოთახში ვითარდება, ტელევიზორის უკან არასდროს არაფერი ყოფილა. არც კარი, არც კედლის რიობი, არაფერი, უბრალოდ კედელი. და შემდეგ, მოულოდნელად, არსაიდან სრულად ფუნქციონალური კარი ჩნდება და ორი ზრდასრული გოჯი ჩვეულებრივად გადის მასში. თითქოს ეს სრულიად ნორმალურია. სერიალი ამას არასდროს ხსნის. არც ერთი პერსონაჟი არ რეაგირებს ამაზე და ის კარი იმ სერიის შემდეგ აღარასდროს ჩნდება. მაშ, საიდან გაჩნდა ის და რაც მთავარია, საწავიდა. ეს იყო რამდენიმე ყველაზე დიდი პასუხგაუცემელი პეპაჯემელი კითხვა პეპა გოჯში. და გულწრფელად რომ ვთქვათ, სერიალი უკვე 20 წელზე მეტია გადის და ჯერ კიდევ არ მიგვირია პასუხები. იქნებ არც არასდროს მივიღოთ. დაგვიტერეთ კომენტარებში, რომელი კითხვა გაწუხებთ ყველაზე მეტად.